აი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა. მოკლედ დაატყვევეს ვიღაც ადამიანი და კიდე რამდენიმე ადამიანი. ეს კაცი იყო წარმოშობით კვიპროსიდან. მისი თანამემამულე და მოკლედ რაღაცა დრო გავიდა, რამდენიმე წელი, 3 წელი გონი, 3 წელი კი არა, ეგონათ რომ მოკვდა ეს კაცი და ესენის დაბრუნდნენ. და ეს ამის თანამგზავრები უცხეს ჩვენი ხელით დავასაფლავეთო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამათ ეგონათ რომ ეს დაასაფლავეს. ეგონათ რომ ეს დაასაფლავეს, იმიტომ რომ ზუსტად უცხეს დღე გარდაცვალების, აი მოვიდა კაცი ჩამოვიდა და თქვა, აი მე ვიცი რომ მოკვდა, ნაცისავებს ეუნებიან, ოჯახის წევრებს და მე თვითონ დავასაფლავე, რამდენიმე ადამიანი ეუნება ამას და ნუ ეჭვიც აღარ არის რა უკვე. ეჭვიც აღარ არის და ესენი ნუ რა ქნან ახლა მიცვალებულისთვის ლოცულობენ. იმიტომ რომ იქიდან ვერ ჩამოასვენეს, მიცვალებულისთვის ლოცულობენ და მოკლედ 3 წელიწადში 3-ჯერ მოიხსენებენ ამ ადამიანს რა. და გავიდა 3 წელი და მე-4 წელს ჩამოვიდა ცოცხალი ეს კაცი. ნუ ატყდა ერთი ამბავი ხა თან გაუხარდა, თან რაღაცა მოკლედ და ესე უთხრეს ამათ როგორ ჩანს სხვა დაასაფლავეს და ესე გონად გავდა მიცვალებულის ამოცნობა ადვილი საქმე არ არის, მოკლედ რა ვიცი ხა რა ვიცარებაში იყო, მაგრამ კაცი ჩამოვიდა ცოცხალი. ნუ განიხარეს ყველამ და ეხლა ესეთი რაღაცა მოხდა ძალიან საინტერესო. ამ რაღაცნაირი უცნაური შეკითხვა დასვა ამ ჩამოსულმა რა. ოღონდ ამ ამბავს ესე ვიეუბნება. როდის მიხსენებ, აი ჩემზე საკურთხს უკეთებდნენ რა წელიწადში 3-ჯერ და როდის მიკეთებდნენ აღდგომას, სულთმოფენობას და წყლის კურთხევის დღეს, ნათლისღებას. აი ამ 3 დღეს ესე იგი გიკეთებდით ჩვენ საკურთხს. და ამან საოცარი ამბავი უთხრა. საოცარი ამბავი უთხრა. იცით რა ხდებოდაო? აი იმიტომ კითხეთ რომ აი ზუსტად ამ 3 დღეს წლის განმავლობაში ვიღაცა თეთრი შემოსილი მოდიოდა ჩემთან. ბურკილებისგან მათავისუფლებდაო, ციხეში დატყვე იყო და ერთი დღე დავდიოდი როგორც მე მინდოდა, სადაც მე მინდოდა, არავინ არაფერს არ მეკითხებოდა და მე ისევ ბრუნდებოდი ციხეში და ისევ ჩვეულებრივ პატიმრობას ვაგრძელებდი. აი ესეთი საოცარი ამბავი იყო და ეხა ივანე რა დასკვნას აკეთებს. ამის გამო გულისხმის ყოფა იგვიღებს ვითარმეთ განსვენებას აპოვებენ მკვდარნი შეწეცილობთ ამათგან, რომელსაც ცოცხალნი შეიწირვენ მათთვის. ანუ წარმოიდგინეთ, აი აქედან ჩანსო ეს ამბობს, მიცვალებულისთვის როცა შესაწირავს ვაკეთებთ, როგორი შვებაა მიცვალებულისთვის. აი თუ ცოცხალ ადამიანს ესეთი რამე შეემთხვა და ღმერთმა ის განუცხადა ყველა.